ბრილი შუა საუკუნეების ნასოფლარი რაჭაში, რომელიც გერმანე გობეჯიშვილის მიერ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა კავკასიის რეგიონის უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლად აქცია. ადგილი, რომელიც ბევრ მისტიურ საიდუმლოს ინახავს. აბა ერთი შეხედვით რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ეგვიპტეს, ღმერთებს, ფარაონებს, მათ აღკაზმულობას, აკლდამებს და მიცვალებულთა წიგნს რაჭასთან. მაგრამ თუ ყურადღებით მოусმენთ ჩვენ ეპიზოდს ბრილის განძეულზე, შეიძლება ეს კავშირი ჩვენთან ერთად თქვენც აღმოაჩინოთ. ამ ყველაფერზე მოგვიყვებიან რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გია ჯაფარიძე და რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდის ხელმძღვანელი ინგა მეტრეველი. ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში არის ბრილი. აი თქვენს რომ ახსენეთ, იყო ასეთი არქეოლოგი გერმანე გობეჯიშვილი, მან წამოიწყო ამ ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დიდი არქეოლოგიური კამპანია. სწორედ ამ მეტალურგიული კერების სიახლოვეს შეიქმნა ეს ბრილის კულტურა, იმპულსი სწორედ იყო მეტალურგია, ეკონომიკა. აი ბრილიდან არის ნაირგვარი არტეფაქტები, ამ მესამე ვიტრინაში წარმოდგენილი. გერმანე გობეჯიშვილმა ჩვენს მუზეუმს გადმოსცა მცირე ნაწილი ბრილის კულტურული მემკვიდრეობისა. აი ბრილიდან არის აი შუბის პირები, რომელიც აი პირველი 1000 წლეულის მიჯნებით უნდა დათარიღდეს, აი ეს ეჟნებია, აი ეს სამაჯურებია წარმოდგენილი, ეს ფიგურებია, მშვილსაკინძებია. ერთგვარი ეს სამოსის შესაკრავად გამოიყენებოდა, იგივე დატვირთვა ჰქონდა ეს საკინძებს. აი მილხვიებია, ნახეთ. ერთგვარი სამშვენისი იყო ეს, აი სამოსზე თმაზე სამაგრად გამოიყენებოდა, სხვადასხვა ლითონისაგან მზადდებოდა ესეთი მილხვიები. აი ძალიან მრავალრიცხოვანი არის ბრილის ნეკროპოლზე მოპოვებული ვერძის ქანდაკებები. აი ნახეთ, აი ვერძის თავია გამოსახული, აი ვერძი არის აი აგერ გამოსახული. ანუ ეს რაღაცა დანიშნულების მატარებელი. ხო, როგორც ვერძის სიუხის ნიშანია და ყველაზე დიდი რაოდენობით აი ვერძის ქანდაკებები სწორედ აი ბრილის არქეოლოგიურ ძეგლზე არის აღმოჩენილი. აი ბრილიდან არის აი ნახეთ საკიდები, აი ნახეთ ხელის მტევნის საკიდია, სასაფეთქლე რგოლებია, სასაფეთქლე ხვიებია. ანუ ეს არის დასტური ძალიან კარგი იმისა, რომ იმ დროს ადამიანები ცხოვრობდნენ, უკვე მათ ჰქონდათ რაღაცა ვიზუალური გამოხატულებების, რაღაცა ელემენტებს იყენებდნენ, შრომობდნენ, მეურნეობა ჰქონდათ, იარაღებს იყენებდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა რაჭაში. ძალიან დიდი სამაროვანს მიაკვლია ბრილში გერმანე გობეჯიშვილმა. აი დაახლოებით 20 საუკუნის განმავლობაში უწყვეტად იკრძალებოდნენ ამ სამაროვანზე ადამიანები. რა ვიცი, ნაირგვარი ინვენტარი აღმოაჩინა. ყველა ლითონი შეიძლება ოქროსი, ვერცხლის, ბრინჯაოსი, რა ვიცი, რომელი წლებით აი ეს ბრილის სამაროვანი თარიღდება მე-2000 წლეულის სადღაც შუახანების, აი მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ახალი წელთაღრიცხვით მე-3-4 საუკუნის ჩათვლით. აი დაახლოებით 20 საუკუნის განმავლობაში იკრძალებოდნენ ბრილის სამაროვანზე ადამიანები. უწყვეტი აი მე მინდა აღნიშნო განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო აი მინისა და მინისებური მასისაგან დამზადებულ ხელოვნურ მძივებს, რომლებიც ბრილის სამარხებიდან არის ეს მძივები წარმოდგენილი. აი კილოგრამობით არის ესეთი მძივები მოპოვებული. ეს არის იმპორტი, აი ნახეთ ეს იმპორტია ეს მძივი, აი თვალადი მძივები. ეს არის მე-5-4 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით, ადრე ანტიკური ხანით თარიღდება ეს მძივები. აი ეს მძივები, აი ნახეთ ეს ფერადი მძივები, კონკრეტულად აი ნავრატისიდან არის, აი ეგვიპტურია წარმომავლობით. აი ეს ყვითელი მძივები, ეს სირიული მძივებია. ნუ იმ სამყაროში მზადდებოდა ესეთი მძივები, აი აქედან გაქონდათ ლითონი. ლითონი გაქონდათ, ხეტყე გაქონდათ და იქიდან შემოქონდათ იმ სამყაროდან ის ნაწარმი, რაც აქ ნაკლებად იყო. მაგრამ აი ერთი რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილა, ეს მძივები ადგილობრივია. არის როგორც ადგილობრივი მძივები, ასევე შემოტანილი. ეს დიდი მძივები, მხოლოდ ესეთი ტიპის მძივები, მხოლოდ აი ბრილის არქეოლოგიური ძეგლისთვის არის დამახასიათებელი და მიიჩნევენ მკვლევარები, რომ სწორედ ესეთი მძივები აი ბრილში მზადდება. აი თქვენ თავად ახსენეთ და არ შემიძლია არ ვკითხოთ ეს კავშირი, არ ვიცი რამდენად ახლა ეს ლეგენდა მეცნიერულად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, მაგრამ
ხშირია საუბარი ამ თემაზე, რომ რაღაცა კავშირი ჰქონდათ რაჭას და ეგვიპტეს, არის აქ რაღაცა ონის სახელწოდებასთან დაკავშირებით. აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ სახელწოდებასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, რამდენად კავშირშია ებრაელთან და ეგვიპტურთან, მე ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ ცხადია, რომ სავაჭრო, კულტურული, ეკონომიკური კავშირები კოლხეთის მთიანეთს, ეგვიპტესთან და სხვა ცივილიზაციებთან ჰქონდა. აი გითხარით, ეს მძივები ამავდროულად ბრილის სამაროვანზე აღმოჩენილია ეგვიპტური იეროგლიფებიანი მძივები. რამოდენიმე დაახლოებით 10-ზე მეტი ერთეული არის აღმოჩენილი 15-მდე. ეს რაზე უსწრებს? არც ერთ ძეგლზე ასეთი რაოდენობის ეგვიპტური იეროგლიფებიანი მძივები არ არის. ფუნაგორია ხოჭო არის და უცელზე აქვს იეროგლიფები გამოსახული. ტექსტები არის მკვდართა წიგნიდან. შეიძლება ახლა ბრილში როგორც მძივი ისე გამოიყენებოდა, მაგრამ ეგვიპტეში რიტუალური დატვირთვა ჰქონდა ამ მძივებს. ანუ ცალსახარი და უდაო რომ ეს კონტაქტი იყო. დასაკვირველი აი მილეტელი ვაჭრების საშუალებით ხდებოდა ეს ამ ნიმუშების აი მძივების, სხვა იმის შემოტანა შავიზღვისპირეთში და შემდგომ აი კოლხეთის მთიანეთში ამოქონდათ. აი სულ ახლახანს გამოიცა არაჩვეულებრივი მონოგრაფია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, კვლევართა ჯგუფმა გამოსცა ბრილის მძივები, ბრილის სამაროვანზე მოპოვებული მძივები. ძალიან მრავალფეროვანია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი სამარხში 12 კილოგრამი ესეთი მძივი აღმოჩნდა. აი წარმოიდგინეთ, როგორი მდიდრული სამარხი იქნებოდა და ვინ იქნებოდა დაკრძალული, ხო? როგორც ჩანს, შესაძლოა აი ქურუმის წოლი, ან ქურუმი, ან რაღაც იქნება. აი ესეც იმპორტია, ეს ვერცხლის ფიალი, ეს ბრილს არ უკავშირდება, მაგრამ აი აქემენიდური არის ეს სოფელ ჯოის უბანში არის გამოვლენილი ვერცხლის ფიალა რიტუალური სასმისი. ეს დაახლოებით იგივე პერიოდია. ეს თარიღდება სწორედ აი მე-5-4 საუკუნით ძველი წელთაღრიცხვით. აქემენიდური ირანი ამ დროს ძალიან ძლევამოსილი სახელმწიფო იყო და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური კავშირები ვრცელდებოდა მთლიანად მთელ საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფიალა არის. სამარხის მასალაა, როგორც ჩანს ეს ფიალა. და აქ ჩვენ ვხედავთ ბრინჯაოს რო გამოსახულებიან რიტუალურ ქამრის აბზინდები არის. ბრილის სამაროვნებზე ძალიან ბევრი არის ესეთი ბალთები გამოვლენილი, რიტუალური ქამრის აბზინდები და არა მარტო ბრილის, აი ბრილის შემოგარენში. აი ბრილი კი არის შეიძლება ითქვას ყველაზე უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი, მაგრამ იმ მიდამოებში გერმანე გობიჯიშვილმა არაერთი საინტერესო არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა. აი შოშეთში მაგალითად ღემის მახლობლად არქეოლოგიური კვლევებიც ჰქონდა, ესეთი ბალთები არის შოშეთშიც არის გამოვლენილი, ადგილია შოშეთი. და რა ვიცი, რაჭისთვის შეიძლება ითქვას აი ერთგვარ სავიზიტო ბარად წარმოადგენს ეს ბრინჯაოს ჩვეულებრივი გამოსახულები, რიტუალური ქამრის აბზინდები. ჩვენს მუზეუმში დაახლოებით 2 ათეული ესეთი ბალთებია დაცული, ერთი ნაწილია აქ წარმოდგენილი, რამოდენიმე ეგზემპლარი ფონდებში არის დაცული. ახლა საინტერესოა იმ დროინდელი ადამიანის ერთგვარი წმენა წარმოდგენებია ამ ბალთებზე, თქვენს კარგად ხედავთ. აი აქ ცხოველები გამოსახულება ყველა. ძირითადად ბალთებზე არის ცხოველი გამოსახული და ცხოველები, ხომ? აი ნახეთ, აი ეს ირემია. ირამიცისა და მიწის მეკავშირია. აი მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიურ წარმოდგენებში ირემი ფეხებით მიწას ეხება, ქებით წასწუდება, ერთგვარი კავშირია, სამს ხმელს აერთიანებს, ეს ხმელს, ქვეს ხმელს და შუას ხმელს ირემი. აი სხვადასხვა ბზის ცხოველია ერთი სიტყვით ირემი. აი ნახეთ, აი სხვადასხვა ცხოველები არის, ფრინველები, ძაღლები, აი აგერ გველია. ეს ერთგვარად გამოხატავს იმდროინდელი ადამიანის წმენას წარმოადგენს. ეს ბალთები თარიღდება პირველი მესამე ან მეორე-მეოთხე საუკუნეებით ახალი წელთაღრიცხვით და წინა ქრისტიანული ხანის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებია და შეიძლება ითქვას, რომ ძველი აი ხატული ბრინჯაოს დამუშავება ამ ნიმუშებით დამთავრდა, შემდგომ ქრისტიანული ეპოქა გადადა და სხვა მიმართულებით განვითარდა ხელოვნება. თუმცა საზოგადოებრივი დახვეწილი ნამუშევრებია და აი დღესაც მზადდება ესეთი ბალთების ასლები, მაგრამ როგორც სადა დედამიწა ისე განსხვავდება ორიგინალი და ასლი. ორიგინალი უფრო დახვეწილია. რაღაც აი საიდუმლო ჰქონდათ აი კოლხ-მეტალურგებს, საიდუმლოებს ფლობდნენ და საუცხოო არტეფაქტებს ქმნიდნენ, შეიძლება ითქვას. აი ესეთი ბალთები აქედან გატანილია და დაცულია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში და საქართველოსთან. ეს ბალთები მინდა აღნიშნო მარტო რაჭაში არ არის აღმოჩენილი, ზემო იმერეთშია დიდი რაოდენობით და ქართლში.
მაგრამ აი რაჭა შეიძლება ითქვას აი მოწინავე არის ამ მიმართულებთან და სოფლიოს წამყვან მუზეუმებში ესეთი ბალთები სხვადასხვა დიდ მუზეუმებში არის დაცული აი მეტროპოლიტენ მუზეუმში, ბრიტიშ მუზეუმში, ბოსტონის მუზეუმის გამოფენაში აქვს გამოტანილი აი პარიზის მუზეუმშია დაცული, კიევში, რა ვიცი, ერევანში, მოსკოვის პეტერბურგის კარი კოლექცია აქვს ბალთები. დაახლოებით აი 600-მდე ეგზემპლარი არის ესეთი ბალთები გამოვლენილი. აი ეს ბალთა არის განსაკუთრებულად საინტერესო, აი თუ სხვა ბალთაზე აი ცენტრალური ფიგურა აი ცხოველებია რა, ცხოველი აი ამ ბალთაზე აი მზი არის, სახული აი რვა სხივია, რვა მარადიულობასთან მერმისთან არის დაკავშირებული. ამისი გაკეთება ხდებოდა ჩამოსხმით. ყალიბში. წარმოიდგინოთ ცვილისაგან და ნაცრისაგან შექმნიდნენ ანალოგიურ მოდელს. რომ გამოძერწავდნენ რა. მერე შემოაკრავდნენ თიხას, სველ თიხას, გამოაშრობდნენ და მერე გახვედდნენ მაღლად და გავარვარებული თვითონ ჩაასხავდნენ და მერე ცვილი დადნებოდა, გავარვარებული ლითონით გამოვიდებნებოდა ცვილი გარეთ და ეს უბრალოდ ანალოგიური მოდელი დარჩებოდა შიგნით. მერე დაამსხვრებდნენ, ყალიბი ნადგურდებოდა. აი ბალთას არ გავს. შეიძლება ცოტათი კი გავიგოთ, ზუსტი ასლირება ვერ ხდებოდა ბალთის. რატომ? იმიტომ რომ ყალიბი ნადგურდებოდა. ეგ ერთგვარი პლუსია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. კი ბატონო. აი ამ ყველაფრისგან გამომდინარე, ეხლა ბატონო გეთქვე, რომ დაახლოებით წარმოგიდგინეთ, აი იმდროინდელი ადამიანის ყოფა-ცხოვრება აი ამ ტერიტორიაზე, ხა სადაც ეს ყველაფერი არის კულტურულად შეიძლება ითქვას, რომ აი იმდროინდელი ანტიკური ხანის მასალებია ესენი კონკრეტულად ბალთები ძალიან დაწინაურებული იყო. აი როგორი სილამაზის, ესთეტიკის შეგრძნება ჰქონდა აი ადამიანს, ხო და აი მეტალურგია ჰქონდა, რა ვიცი, აი აყვავებული და მწვერვალზე იყო რა. აი რა უნდა შეექმნა, დღესაც კი ვერ ქმნიან ესეთი უზრუნველს წარმოიდგინეთ და რომ კულტურულად როგორ მაღალ საფეხურზე იდგა და როგორ დაწინაურებული იყო ადამიანი. ანუ კოლხეთის სამეფოზე აი მითებია, ხო, ეს რეალობასთან არის. აი კოლხეთის მთიანეთი აძლიერებდა ამ ბარს დაუშვათ აი ეს ვანი იყო, ეს ქუთაისი იყო, აი კოლხეთის ბარი ცოცხლობდა მთიანეთით, აი აქ მეტალი ლითონი იყო, ლითონზე გასწრებული მოთხოვნილება იყო და კოლხეთის დაწინაურების ერთ-ერთი იმპულსი იყო სწორედ აი ჩვენი მთიანეთი, რა კოლხეთის მთიანეთი და დღევანდელი რაჭის ტერიტორია შეიძლება ითქვას. რა ვიცი, აი ფანტასტიკური არქეოლოგიური გამოფენა მოეწყობა მერე ახალ მუზეუმში, ეს არტეფაქტები გადაინაცვლებს ახალ შენობაში ძალიან მაგარი დიზაინით და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან ბევრი საომავლო ჩვენი მუზეუმი წარსდგება სხვა მუზეუმებთან ერთად და ჩვენს კულტურას გავაცნობთ ვიზიტორებს და აუცილებლად საზოგადოებას. აუცილებლად და მალე გისურვებთ, რომ იყოს ამის საშუალება. რას გვეტყვით, ქალბატონო ინგა, აი თქვენ სად ხედავთ, სად იკვეთება რაჭისა და ეგვიპტის დაკავშირება ისტორიაში? ამომავალი რაც არის, რაც ზოგადად ამ თემაზე გვაფიქრებს, ეს არის ბრილში, ანუ რიონის სათავესთან არსებულ უძველეს განვითარებულ ქალაქის სტილის დასახლებაში სამაროვნებში აღმოჩენილი ეგვიპტური ფუნაგორია ხოჭოების ფიგურების ძალიან დიდი რაოდენობა და ასევე ტოპაზიანი ხელოვნური შუშის მინის მძივები, რომლებიც ასევე წმინდა ეგვიპტური პროდუქტია. და ამასაც თავისი დასაბუთება აქვს, რატომ ითვლება ეგვიპტურად ეს მძივები. ეს ყველაფერი ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი და იმედი გვაქვს, რომ როცა ჩვენი მუზეუმი ამოქმედდება ახალ შენობაში გადავა, ეროვნული მუზეუმი გარკვეულ ნაწილს, მოკლედ ბრილის განძეულის
გამოფენს ჩვენს მუზეუმში აუცილებლად, რომ ადგილობრივებმა ვნახოთ ეს ხოჭოს ფიგურები, მძივების დიდი ნაწილი. ამჟამად ონის მუზეუმში არც ერთი ფუნაგორია ხოჭოს ფიგურა არ არის დაცულია ძალიან მცირე რაოდენობის ტოპაზიანი მინის მძივები, მხოლოდ და დამთვალიერებელს ტურისტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს ფუნაგორია ხოჭოს ფიგურები ნახოს. ეს ხოჭოს ფიგურები წმინდა ეგვიპტური პროდუქტია, ესე რომ ვთქვათ, ეგვიპტელები მიცვალებულს გულის ადგილას უდებდნენ ამ ხოჭოს ფიგურას. ხოჭოებზე ყველაზე იყო წარწერები ეგვიპტური მიცვალებულთა წიგნებიდან და მაშინ რწმენა წარმოდგენა ესეთი იყო, რომ ხოჭო უნდა დახმარებოდა მიცვალებულის სულს, როგორც ფუნაგორია ხოჭო მიაგორებს ამ გორგალს, ისე ფუნაგორია ხოჭო მზეს, ესეთი წარმოდგენა იყო, რომ მზეს ეხმარება ავიდეს პიკზე და მერე ჩააგოროს დასავლეთისკენ მოკლედ და ასევე დაეხმარებოდა ადამიანის სულს ამ სამყაროდან ასულიყო და გადასულიყო მიღმიერ სამყაროში. ქალბატონო ინგა, მე მოსმენილი მაქვს, ახლა ეს არ არის მეცნიერულად რა თქმა უნდა დადასტურებული, მაგრამ თქვენი თეორია ონის სახელწოდებასთან დაკავშირებით რაღაცა მახსოვს, რომ თითქოს რაღაც პარალელს ხედავდით ამაშიც. ეს ყველაფერი ეგვიპტური ტოპონიმები არის, ძალიან ხშირად ხდება, თუკი ამას კარგად ჩავეძიებით მოკლედ და онიც ასეთივეა. ეგვიპტური ქალაქი ონი არსებობს, რომელსაც ბერძნებმა დაარქვეს ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი და ანუ ამას ნიშნავდა შინაარსი ეგვიპტური ეს ქონდა და ამიტომ ჩვენი ონიც ეგვიპტურად მზის ქალაქს ნიშნავს და მოკლედ მზის ქალაქს ამიტომაც ვეძახით ონს. და ბევრი რამე ადასტურებს, რომ აი ეგვიპტეს საიდან შექონდა ოქრო ეგვიპტეში აი უძველეს დროს სამი ლოკაცია დასახელებული, საიდანაც ეგვიპტეში ოქრო შედიოდა. ორი ლოკაცია ცნობილია მეცნიერებისთვის ეს ამ ტოპონიმისგან გამომდინარე და მესამე იყო რეჩენა და ეს რეჩენა არავინ არ იცის რა იყო და შეიძლება რაჭაც ეს უძველესი სახელწოდება იყოს ჩვენი კუთხის და ეს რეჩენა ნიშნავდა აქედან მოდიოდეს ჩვენი კუთხის სახელწოდება. არ არის გამორიცხული. და არის სერიოზული მოსაზრება, რომ რაკი ეგვიპტური ხოჭოს ფიგურები და მძივები და კიდევ სხვა ნივთები აღმოჩენილია ბრილის სამაროვნებში, საიდან მოვიდა ეს ეგვიპტური ნივთები, აქედან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ არსებობდა რაღაც კავშირი. თუნდაც ის მოსაზრება, რომ ეგვიპტეს გაქონდა ოქრო და სხვა შენადნობები, მოკლედ კოლხეთიდან და რიონის ზემო ხეობიდან და უშუალოდ ბრილიდან, აქედან მოხვდა ნელ-ნელა მოკლედ ეს ნივთები ვაჭრობის თუ გაცვლა-გამოცვლის შედეგად ბრილში. დიდი მადლობა.